მოდიეთ ერთად ვიმოგზავნოთ ზოოპარკში და გავიცნოთ მისი ბინადრები. ვეფხვი ცხოვრობს აზიის დიდ ტყეებში და უყვარს ხორცი. იგი არის მტაცებელი, რომელიც ძირითადად ჭამს ირემს და ღორს. მაგრამ არა მარტო ირემს და ღორს, ასევე სხვა ცხოველებსაც. კენგურუ მხოლოდ ავსტრალიაში ცხოვრობს, სადაც ბევრი ბალახია. მას აქვს ჩანთა, სადაც მის პატარა შვილს ინახავს. მელია ცხოვრობს ევროპაში და აზიაში. იგი ძირითადად ცხოვრობს ადგილებში, სადაც ბევრი ხე არის, მაგალითად ტყეებში. ისინი არიან ნაიმჭამელები, რომლებიც ყველაფერს ჭამენ, ხან ხილს და ხან პატარა ცხოველებს, მაგალითად თაგვებს და ვირთხებს. ირემი ძირითადად ცხოვრობს ტყეებში, სადაც ბევრი ბალახი და ხეა. ირმები ბალახის მჭამელები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტო ბალახს ჭამენ და მეც არაფერს. ჰიპოპოტამი ძირითადად ცხოვრობს აფრიკაში, სადაც ბევრი ტბა არის. ისინი ბანაობენ იმ ტბებში და ხანახან ცხოვრობენ კიდევაც. ისინი არიან ბალახის მჭამელები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჭამენ ბალახებს, როგორც ირმები და ასე შემდეგ. ზებრები ცხოვრობენ აფრიკაში, სადაც ბევრი ბალახია, მაგრამ ცხელა. მათ აქვთ შავ და თეთრი ზოლები. იცოდით, რომ თეთრი ზოლები სექტემბერში იცავს კოღოებისგან? ეს იმიტომ ხდება, რომ კოღოები ვეღარ ხედავენ ზებრას და ბოლოს მიდიან სხვაგან. ხენი თითქმის ყველგან ცხოვრობს, სადაც ბალახია და ძირითადად ფერმებში არის. მათი ფილტვები ძალიან დიდია, რადგან მეტი ჟანგბადი მიიღონ და სწრაფად ირღვევენ. ისეთი ძლიერები არიან, რომ მათ შეუძლიათ მთლიანი ადამიანი ატარონ 1 კილომეტრ გზაზე. ნიანგები არიან ყველაზე უდიდესი რეპტილიები, რომლებსაც უყვართ ხორცის ჭამა. ისინი იმიტომ არიან რეპტილიები, რომ ისინი თივსისხლიანები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ უყვართ მზეზე ყოფნა. ისინი კაპიბარების უდიდესი მეგობრები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ კაპიბარებს ვერ ჭამენ, იმიტომ რომ ძალიან დიდები არიან, რომ ისინი შეჭამონ. თხები ცხოვრობენ ფერმებში, სადაც ბევრი თივაა. მათ ძალიან უყვართ თამაში. მათი რქები იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ისე შეეჯახონ რამეს, რომ არ დაზიანდეს. აქლემები ცხოვრობენ აფრიკაში, სადაც უდაბნოებია. მათი კუძები ინახავენ წყალს და ცხიმს, რათა მერე გამოიყენონ. ამიტომაც არიან ისინი ძალიან უცნაურები. ჟირაფები ცხოვრობენ აფრიკაში, სადაც ბევრი ხეა. მათი გრძელი კისერი გამოიყენება ფოთლების შესაჭმელად. ისინი ძალიან სოციალური ცხოველები არიან. კაპიბარა არის ყველაზე დიდი მღრღნელი და ცხოვრობს ამაზონის ტყეებში. მათ ძალიან უყვართ ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან ყოფნა, მაგრამ მაინც ფრთხილები არიან, რადგან თუ ვინმე დაშავდება, ის კაპიბარების ჯგუფი აუცილებლად გაიქცევა სხვაგან. კაპიბარები ყველაზე დიდი მღრღნელია. ისინი იწონიან დაახლოებით 4 ან 5 კილოგრამს, ან ერთი ცელოფანის პარკი ვაშლი. შიმპანზე ცხოვრობს ჯუნგლებში, სადაც სხვა მაიმუნთა სახეობებია. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან, რადგან მათ შეუძლიათ ჯოხით ამოიყვანონ ტერმიტები და სხვა პატარა მწერები და შეუძლიათ რომ ბანანი გაბწყვან დამოუკიდებლად. სპილოები არიან ძალიან ძლიერი გიგანტები, რომლებსაც ძალიან უყვართ ადამიანებთან ყოფნა. ზოგიერთი სპილო საერთოდ არაფერს არ უშავებს არავის, მაგრამ ზოგიერთი ეგეთი არ არის. სპილოებს აქვს ძალიან ძლიერი მეხსიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან უამრავი რაღაცის დამახსოვრება შეუძლიათ, თან ძალიან დიდი ხნით. ლომი. ისინი ცხოვრობენ აფრიკაში და აზიაში, სადაც ჯუნგლები ან საფარებია.
ისინი ცნობილები არიან როგორც ჯუნგლების და საფარების მეფე.